ხარდაჭერილმა თუ კანდიდატმა ასე ქვია მას თქვა რომ ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. იქნება აგვიხსნათ რა არის თქვენს გეგმებში, რა დღის წესრიგი გაქვთ და რაზეა დამოკიდებული მისი ერთი ან მეორე სცენარით განვითარება, იმიტომ რომ მუდმივად ხელისუფლება ამბობს რომ თქვენ ამ ტიპის პროცესისთვის ემზადებით მთელი ეს პერიოდი. მოგესალმებით. თელევიზიის განმავლობაში ერთი იგივე სიძახის და საუბრობს ერთი იგივე ხელისუფლება, მე მგონი არც აღარ უყურს ეს ხო, მაგრამ ხედავთ რომ ოპოზიცია ყოველთვის იქცევა სანიმუშო თუ შეიძლება ასე ითქვას. პირველ ტურამდეც ასე საუბრობდნენ და ნახეთ და როგორც ჩანს, რაც უფრო მეტად ისაუბრებენ იმაზე, რაზეც საუბრობენ, ანუ საუბრობენ ჰაერიდან მოტანილ რაღაცა საფრთხეებზე, მით უფრო აკლდება ხარდაჭერა ხელისუფლებას და მის კანდიდატს და ემატება ოპოზიციას. ნუ ეს ნახეთ ხო, ხარდაჭერით გამოიხატა პირველ ტურში და მანამდე ნუ წინა წლებში ხომ საუბრობდნენ, უბრალოდ არათუ რჩება შტაბ-ბიჭირება, დავწონდი უკვე დიდი ხანია, რომ არაფერი მეტი სასაუბრო აღარა აქვს. მაგრამ ეხა უკვე კომიკური არის მათი მხრიდან ამაზე საუბარი, დიდი ხანია უკვე კომიკური, მაგრამ ეხა განსაკუთრებით, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს, უკრაინასკელი ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებში, როდესაც ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შევარდა ახალქალაქში და იარაღის კონდახებით შტაბის თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძისა, აშოტ რაისიანს და მის ხუთ შტაბის წევრს უმძიმესი ფიზიკური ტრავმები მიაყენეს, რომლებიც დღემდე საავადმყოფოში არიან, ნაწილი მათგანი სახლში მკურნალობს. ეს ხელისუფლება საუბრობს ყველაფერ ამაზე, ხელისუფლება რომელიც საუბრობს რომ არის კურსი, იმიტომ უფასურდება რომ თითქოს გრიგოლ ვაშაძე აკეთებს მიუღებელ განცხადებებს და მანამდე საუბრობდა ასევე უბრალოდ ადრესატი იყო გიორგი ხადაგიძე, ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხელისუფლება რომელიც ყველაფერში ადანაშაულებს ოპოზიციას, თვითონ ხელისუფლებამ თავის რა მოინკო ძალიან კარგად დავინახეთ. ბატონიკა, ჩვენ უსმინათ გუშინ მართველი პარტიის ლიდერს, რომელიც მარცხს არ განიხილავს მისი კანდიდატისთვის არც ერთ შესაძლებელ ვერსიად, ის ამბობს რომ ეს წარმოუდგენელია. მოდით მივყვეთ სცენარს, იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი, ცოტა სხვაობით ან მეტი სხვაობით. აი, რა ეს გასაგებია ქუჩაში, აი ეს ნამდვილად ამ ლოგიკაში გეთანხმებით რომ ქუჩაში გამარჯვებულები არ გადიან და აი ამ პირველ და მეორე ტურს შორის განწყობებსაც ეთყობოდა, როცა თქვენი კანდიდატი თეატრებში და მართავდა შეხვედრას და ხელისუფლების ხარდამჭერები ასევე ნახეთ ჩვენ მაგალითად რუსთაველის თეატრის წინ ქუჩაში აქცია მათ მიერ მოწყობილი. ამიტომ გეკითხებით, ანუ რა შემთხვევაში რა ტიპის სცენარს შეიძლება ელოდეს თქვენი ამომრჩეველი ან ზოგადად საზოგადოება? აბედიან ჩვენი მართლაც ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს საარჩევნო ურნებთან. მიუხედავად იმ ტოტალური გაყალბების ცდილობებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველ ტურში, გან არ ქონია, გან არ გაუყალბებიათ, რა თქმა უნდა გააყალბეს ახალქალაქში ტოტალურად და მიუხედავად ამისა 59%-ზე მეტი ვერ დაიწერეს ბოლნისში განსაკუთრებით, მარნეულში განსაკუთრებით, მაგრამ ჩვენ ახლა ვიცით ხო პირველი ტურის შედეგების მიხედვით დავამუშავეთ ის საარჩევნო შესაბამისი უბნები, სადაც ეჭვმევიტანეთ, რომ საარჩევნები ეს შედეგები გაყალბდა და ნამდვილად დადასტურდა და იქ ვაძლიერებთ დამკვირვებლების სახით წარმომადგენლობას ჩვენს კომისიის წევრების შეცვალეთ ბევრ უბანზე. მიუხედავად აი ამ ყველაფრის ცდილობის, რომელიც ალბათ მეხუთე თუ მეექვსე ხარისხში აიყვანა ხელისუფლებამ, საუკეთესო ანტიგაყალბების მეთოდი და მექანიზმი გახავთ მაღალი აქტივობა საზოგადოებისა. შეუძლებელია, რაც არ უნდა დაუშვათ იქ რაღაცა პირადობის მოწყობები დააბეჭდონ, რაც არ უნდა პირადობის მოწყობები ჩამოვართვან მოქალაქეებს, რაც არ უნდა დააშანტაჟონ მუხარის ქვეშ მოაქციონ, ხო? არ შველით, ტალღამოდი, საპროტესტო ტალღა. ანუ თქვენ ამბობთ რომ მართლაც გონია, გაყალბება ისე რომ რაღაც ტიპის სურათი შეცვალოს წარმოუდგენელია, რომ თქვენ მზად ხართ რომ ყველა თქვენი ამომრჩევლის ხმა დაიცვათ. რამდენი დიახად მნიშვნელოვნად ჩვენ მოვახერხეთ პირველ ტურში. მართლაც გონიათ რომ შემთხვევით რიტორიკულად უბრალოდ ეხა გითხეთ, მართლა გონია რომ
12% რომ გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ, ეს წინასწარ დადგენილი სცენარის მიხედვით არ გაუკეთებია ამ ადამიანს იქ და მანამდე მთელი კვირების განმავლობაში საუბრობდნენ უპირობოდ იმარჯვებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უპირობოდ იმარჯვებს ვერ გააყალბეს და მე მოუწიათ აღიარება ვერ გააყალბეს ხო ნამდვილად ვერ გააყალბეს იმიტომ რომ მათ ძირი წინააღმდეგობა შეხვდათ თქვენც აღიარებთ თუ არა რომ მოგიწიოთ დამარცხება თუ როგორც ივანიშვილი ისევე ვაშაძის შტაბშიც არ განიხილება სხვა არც ერთი ვერსია გამარჯვების გარდა. ჩვენ იცით რა რომელ არეულობაზე არა უბრალოდ ვიცით დიანა ჩვენ იცით რომ ედისონ რისერჩი ატარებდა კვლევებს და ამ კვლევების ყველა ჯეროდა გარდა ქართული ოცნების როგორც მათაც ჯეროდა და არ იჯერებდნენ თორე ეხლა ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია ამაზე ბევრი თქმულა და ხა ჩემსგანაც მგონი უადგილოა ამაზე საუბარი ხო ეხლა გარდა ამისა ჩვენ შიდა კვლევებს ვატარებდით ჩვენ პარტიულ შიდა კვლევებს რომელიც არ გაგვისაჯეროებია ხო ჩვენი შიდა მოხმარებისთვის იყო უბრალოდ ქართულ მოცემას შიდა კვლევა ჩაატარა და იმას ასახებდნენ ეხლაც ვატარებთ ხო ეხლაც ატარებს ედისონ რისერჩი იმ კვლევებს და ჩანს ეხლაც დავდივართ ყოველ დღე სხვადასხვა ქალაქებში და ამორჩეველში ვატყობ მე განწყობას ისეც რომელსაც ვერ გძნობდი მაგალითად პირველ ტურში ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ იყო ისეთი ქვეყანაში რომელსაც არ სჯეროდა რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და იყო უბრალოდ ნირწამხდარი და დობა ქონდა დაკარგული საარჩევნო პროცესისადმი და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი სხვანაირად ფიქრობს და აპირებს ამ არჩევნებზე მოსვლას და საკუთარი ეს ერთი ხმა გამოიყენოს ივანიშვილის წინააღმდეგ ეხლა 1,20,000 ადამიანი წინააღმდეგ მივიდა და ხმა მიცა ბიძინა ივანიშვილს. მთელი გაყალბების ფონზე და პირობებში მხოლოდ 616,000 ხმა აიღო. 616,000 ხმა. ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმზე ვაღიარება არ გავსულოთ პირველ ტურში. ჩვენ მქონდა ბევრი ხარვეზი და ავასახელე რომელ ქალაქებში და რომელ რაიონებში განსაკუთრებით. ეხლა სხვანაირად ვაპირებთ. მაგალითად გეტყვი დასამალი არ არის ხო კომისიის წევრები ახალქალაქში ძირითადად იქნებიან დაკომპლექტებული გამოცდილი კომისიის წევრებით რომლებსაც მივავლენთ თბილისიდან და დავარეგისტრირეთ კომისიის წევრებად აქაური მოქალაქე თბილისელები ახალქალაქში რომ დავიზღვიოთ თავი გაყავ იგივეს ვაკეთეთ ბოლნიში გვეხმარება ძალიან სხვა ოპოზიციური პარტიები რომლებიც ბატონიკა ერთი ასეთი კითხვა მაქვს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ყოფილი პრეზიდენტი მისი რამდენიმე ინტერვიუ ვნახეთ ერთ-ერთ ინტერვიუში ის საუბრობდა თუ როგორ მოატანინებდა ივანიშვილს თანხებს უკან გუშინის პალიტრის ეთერში ცოტა უფრო მეტ განმარტებას იძლევა ამ თემაზე მაგრამ ასევე ერთ-ერთი სააგენტო ავრცელებს ამონარიც რომ სააკაშვილმა ასეთი რამ თქვა რომ საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ თანამდებობის დაკავება არ მსურს უბრალოდ მხარს უჭერ ვაშაძეს ეს რაღაც ახალი პიარ სვლა ხომ არ არის ან ხომ არ ფიქრობთ რომ მისი განცხადებები აზიანებს ან გაზიანებთ თქვენ ამ კამპანიის დროს და ასეთი ტიპის სტრატეგიით შეცვალა სააკაშვილმა მისი აქტიურობა რომ ის უბრალოდ ხარდამჭერია სააკაშვილს არა უთქვამს ნამდვილად უთქვამს ან რომელ თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს მართლაც უთქვამს არა ერთხელ ის რომელ თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს დიახაც ეხლა არ მომისმენე ის ხო მაგრამ ნიკა ის ამბობს რომ მე დავბრუნდები რომ ივანიშვილს თანხებს მოვატანინებ როგორც ბიძინა ივანიშვილისგან მიგვირს როგორ დააჭრის ვინმეს ხელებს გაყალბების შემთხვევაში რა მექანიზმით ისე ის როგორ მოატანინებს კითხვები ისმის ხომ ანუ რა პოზიციიდან მოატანინებს ივანიშვილს თანხას კი ბატონო გიპასუხებთ ჯერეთის ბიძინა ივანიშვილი ტყუის იმიტომ რომ ჩვენ გითხრა დავასახელე ხო ახალქალაქში ტოტალურად გაყავდა ლენტეხის რაიონი მთლიანად გაყავდა მაგალითად მიხეილზე პატარა რაიონი მთლიანად გაყავდა აბსოლუტურად და რა მოიყვანა სისრულეში ის რაღაცა თავისი ფრაზა რა ვითომ არ გაუყალბებია ვითომ არა ეხა გაყალბებისთვის არ ემზადება ბიძინა ივანიშვილი რა შეეხება ეხა როგორ უნდა მოიტანა ფარცხალაძე ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხი არ უნდა აგოს ის მოპარული მილიონობით ლარი ალბათ რა ვიცი მე ასობით მილიონი ლარი რომელიც ფარცხალაძემ მოიპარა მე ვფიქრობ რომ ალბათ შემდგომ იქნებოდა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ეხლა რო ვთქვა რომ ფარცხალაძე ბატონი ოთარი რომელიც აყაჩაღებს ძარცვავს და რეკეტით არის დაკავებული ამ ადამიანს
ხალხისგან მოპარული ფული უნდა შეერჩეს, მაგრამ უნდა მოატანიოს დიახ. ბატონო ნიკა, სრულიად არ მაქვს მაღალი წარმოდგენა და გეთანხმებით ყველა სიტყვაში ფარცხალაძესთან მიმართებაში, მაგრამ ასევე თქვენ ჩემს ეთერში კეზერაშვილის მოპარულ ფულებზეც საუბრობდით, ამიტომ კითხულობ რა მექანიზმებით და კითხვა არის ძირითადად ასეთი. სააკაშვილი გაზიანებთ თუ პირიქით, ასე ვთქვათ, პრივილეგიაა თქვენთვის წარმოადგენდეთ მის სააკაშვილი არა, სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძეს უნდა ისოთ, გრიგოლ ვაშაძე არის გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი არის მიხეილ სააკაშვილი. გრიგოლ ვაშაძე არის თვითმყოფადი პრეზიდენტობის კანდიდატი. თვითმყოფადი ადამიანი არის გრიგოლ ვაშაძე და არ მესახება და არც ვიცნობ მეორებს გავს დამოუკიდებელ პერსონაჟს როგორც არის გრიგოლ ვაშაძე. მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი ადგილი, გრიგოლ ვაშაძეს აქვს თავისი ადგილი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და მიხეილ სააკაშვილი რა თქმა უნდა არის ადამიანი რომელიც აგებობს მაღალი ხარდაჭერით ქვეყანაში არის ადამიანები ვისაც არ მოწონთ მისი პოლიტიკური მოსაზრებები არიან ადამიანები ვისაც მოსწონს ხო მაგრამ ის რომ ეხა გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი და გახდება და ჯერა და ეს ყველაფერი კვლევებშიც არის ნაჩვენები და განწყობებით და ძამას ხვდები და პირველ ტურშიც დავწუნდით რომ ძალიან ახლოს არის გამარჯვებასთან და ვერე ვიღაცამ უნდა მართოს კარგით რა ეხა ჩემზეც იძახდნენ ეხა იყო გავიდა რომ ნიკა მელიაო თუ გახდებაო დედაქალაქის მერიაო დედაქალაქის მერიაო გიგი უგულაო მართავსო აი გახსოვთ იყო 2014 წელს ქართული ოცნება ამაზე საუბრობდა აი როგორ გითხრათ ეხა წარმოუდგენელია რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე უთქვას გრიგოლ ვაშაძეს და გრიგოლ ვაშაძემ ეხა არას უნდა იცნობით ამ ადამიანს და მეგონი გაიცნო თელმა საზოგადოებაში. საკაკაშო არის ის რაც საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, თავბატონო დიანა გუშინ და კიდე არ შეუძლია რიტორიკა და რაღაც ბიგვავა დაადანაშაულა და კიდე ერთი წელიწადი ითხოვა. კიდე ერთი წელიწადი ითხოვა რომ აი რაც მე ვთქვიო ევროპელების გაკვირვების ჭრილში იმას აუცილებლად სისულეში მოიყვანო და გავაკვირვებო კარგი გაგებით. ეს ადამიანი ერთ-ერთი რაც არ ახსენა არ ახსენა დაუშვათ იქ რუსთავი 2 რომ პარალელურ სამყაროში აცხოვრებს და რაღაცა დამოუკიდებელი ტელევიზიები როგორც თქვენ ხო აი ეს არ ახსენა გუშინ დანარჩენი იგივე მისი რითმა მადლობა მინდა გადაუხადო მას რომ გვანებივრებს მისი ინტერვიუებით იმიტომ რომ ძალიან გვეხმარება ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიაში რაღაც დაგიგებთ. გასაგებია მიხეილ სააკაშვილი ძალიან გვანებივრებს და ბიძინა ივანიშვილი ეხლა პირველი ინტერვიუ ქონდა პრინციპ შეიძლება მეტიც ქონდეს არ ვიცი ერთი კვირით ადრე მე მაინც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ეს ბრძოლაც და ყველა სხვა ბრძოლა ბოლო წლების ამ ქვეყანაში მაინც ამ ორი ლიდერის პოლიტიკური დაპირისპირების ეგიდით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, არა, ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ხახო ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში ხა ვიღაცა დადის ვიღაცის ჭკუაზე, ეს ასე არ არის. და ვეღარ იქნება და ვეღარ დაბრუნდება ვერაფერი ის რაც იყო წარსულში დაუშვათ ისე როგორც იყო. ემიჯნებით სააკაშვილს ბატონიკა რაც არ მომწონდა, რაც არ მომწონდა წინა ხელისუფლებაში, ხო? ის რომ დამენახა აღმოიფხა და პირიქით რაც კარგი იყო და რაც მომწონდა ხო და რაც თქვენ მომწონდა ის განვითარდა მეტყვი არ იქნებოდი ოპოზიციაში და ძალიან ბევრი ადამიანი არ იქნებოდა ოპოზიციაში მაგრამ ყოველთვის მიკვირს მაგალითად კახი კალაძესი რომელიც 7 ნოემბერს და 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ იმ ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს აკრიტიკებდა და აკრიტიკებდა და იქ გამოსულ ადამიანებსაც აკრიტიკებდა და მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში იყო 2008 წელს ხო დასაწყისში 2007 წლის ბოლოს და დღეს გამოდის და 2018 წლის 7 ნოემბერს ატარებს ბრიფინგს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებას, როდესაც მიესალმებოდა. ხო, ეს ყველა ხო ძალიან კარგად ვნახეთ. ამიტომ კარგი, აღარ გვინდა ეს არ მიყვარს სამფარიდებზე, ბევრი ლაპარაკი. არა, მე მიყვარს, როგორ არა, მე მიყვარს. მინდა ნიშნულად მიმაჩნია და ჩემი თავი. არ არის კარგი ფარიდი თქვენი გუნდისთვის. ამოცანა, თელი ჩემი ხო და ეს თელი ჩემი ამოცანა რომ ის ადამიანები ვინც ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ ვიცვლიან გუნდს და გადადიან გამარჯვებულის ხარეს რაც გააკეთა თელმა ნახევარმა წინა ხელისუფლებამ დღეს ქართულ ოცნებაში არიან გათავსებულნი მოკალათებულნი ყველა სახელმწიფოში აღმასრულებაში საკანონმდებლობაში და სასამართლო ხელისუფლებაში ეს ყველაფერი ერთხელ სამუდამოდ შეიცვალოს და მოვიდეს ახალი თაობა რომლის მიმართაც არის ძალიან ნაკლები პრეტენზია მეტად ნაკლები პრეტენზია საერთოდ გასაგებია ნახოთ ვინ მიაჩნია ასეთი ახალ პოლიტიკოსად
დიდი მადლობა, ნიკამელია იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ არ შემიძლია, თუ შეიძლება. დიახ. შემიძლია? დიახ. არა. კი, შეგიძლია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ორი წინადადებით. აი, რა მდგომარეობაში და რა უხერხემლო მდგომარეობაში აგდებს შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცრიშვილი და მათი მთელი PR კამპანიის, ასე ვთქვათ, მესვეოვნები სალომე ზურაბიშვილის შვილს ძალიან უხერხულია. მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვაჟს თავად გაუჩნდა სურვილი, რომ გაეკეთებია ეს განცხადება, რომელიც გაეკეთებია. ეს მინდოდა მეთქვა. აჰა, როდესაც გრიგოლ ვაშაძის შვილი გამოიწვია დებატებში, ამას გულისხმობ? და ქართულ ენაზე ეს ადამიანები არიან უგრისნი ადამიანები, არ მინდო, იმიტომ რომ ყველა მე მაგალითად ვიცი, ხო, ძალიან დიდი ხანია ეს სულ ვამბობ ხოლმე ჩემს მეგობრებთან საუბრის დროს, რომ აი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს როგორც კანდიდატს ერთი ისეთი ნაკლია, მართლა ძალიან დიდი ნაკლია, ხო, აი იგივე ნაკლი რო ქონოდა გრიგოლ ვაშაძეს, ანუ ძრად ადენდნენ ძრად ადენდნენ და 24 საათი აი ამაზე ისაუბრებდნენ, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს ეს არ ვიკადრია და საჯარო სივრცეში მე ამას არ ვიკადრებ. მაგრამ ყველა ალბათ მიხვდება რაზეა საუბარი და წარმოიდგინეთ